არ მეგონა? არ ვიცი, ხერო, შენს მოგასპეცა ვარ ეს BMW. რას მიდიან ჩემი კაი მეცუდა. მიდი. ახი, ჩემი არ მეგონა? ანუ კარგად დაუგეში თავი. მაგრამ ამაში გადი. დღევანდელი დრაგის სერია ცოტა სხვანაირად იწყება, იმიტომ რომ ჩვენ გვათხოვეს SUV, რომელსაც აქვს 554 ცხენის ზალა. უღამი რა მქონდა იცი რომ გასოს Cybertruck-ი რო გავტესტეთ. 800 რაღაცა ცხენის ზალა ქონდა იმას რა და ის ხო სრულად ელექტრო და ეს არის ჰიბრიდი, ანუ ნახევრად შიდაწვის ძრავი აქვს, ნახევრად ელექტროა და მაგის ხარჯზე გვაქვს საკმაოდ მაღალი ნიუტონი და საკმაოდ კარგად უნდა იაროს. როგორც წესი ამ ელექტრომობილის ცხენები არ შეესაბამება ხოლმე იმ რეალურ ცხენებს, რაც უწერიათ, რა უფრო ნელები არიან ხოლმე და ლოკაციაზეც მოვედით, სტოკართან მყავს ავტომობილი. ეხლა ჩავჯდებით და გავულით ერთად რა რუჟა, როგორი ტიპია, მოიცა შეგახედო ბარემ. რამდენჯერაც ამ სოკარის ბენზინგასამოთ სადგურზე მოვედი, იმდენჯერ სოსოს ვაპიარებ ხოლმე. აი მე და სოსო ვაკავართ. სოსო ძალიან ბევრი გამომწერი ყავს უკვე, ასე რომ თუ გინდა ჩვენ ოდნავ მაინც ერთი საფეხურით დავეწიოთ, შეგიძლია ჩვენი არხის გამოიწეროთ. ეხლა კი მოკლედ საწოლი უნდა ჩავოსხათ და შევუდგეთ ჩვენ გზას რუსთავისკენ. ვიდეოში არ არის სული ტიპი არა? აი მოკლედ ის შიგნიდანაც ნახოთ. ეს ხათა შორის მაგრად მევასება რომ სახელურები თვითონ გამოდის ხოლმე. всё, სიმშვიდეშიც მოვედით. ეხლა გაგრას კაიდროარი კონდიციონერი გავტესტოთ. ესეთ ტიპია მოკლედ. სათავსებები რაღაცები აქეთ-იქეთ. ეხლა ჩვენ აქ პირველ რიგში გვაინტერესებს კონდიციონერი და მერე ყველაფერი. და ანჩენი მერე. სისტემას ჩავრთეთ. всё, რიგზე ყველაფერი. შეგვიძლია წავიდეთ. მოკლედ სანამ სუპრით წავალ ბათუმში ერთი რაღაც უცნაური რაღაც აღმოაჩინე რა რომ სუპრა არის მაგარი უხეში. ქალაქში რამდენიმე დღე რო ვიარე, აი განგრევს უხეშია. დაკიდების სისტემა მიუხედავად იმისა რომ ქარხნულია ყველაფერი ძალიან უხეშია. და თავიდან ეხა შეგრძნება გაქვს რომ მთელი დღე გინდა რომ სუპრითი არო, მაგრამ პრობლემაა რა მოკლედ რა. ან ჩემი ასაკის პრობლემაა, ან სუპრის პრობლემაა. მაგას ერთად შევაფასებთ. მაგრამ რატო დავიწყე იცი ამაზე ლაპარაკი? Range Rover-ით რო ვიყავით მე და ძმაკაცი ბათუმში challenge-ზე წასული, Range Rover-ით ძალიან უხეშია. ანუ მიუხედავად იმისა რომ მაღალი კლასია, ველარი იყო, დიდ მანძილებზე გადაადგილება არ ქსიამოვნებს. აი მაგალითად სადაც ისეთი ადგილი იყო, სადაც აი ხო იცი ცუდი ასფალტი როა რა, ბევრი ბამპი როა, აი ბევრი ესეთი ბარიერი როა, მაგაზე გადასვლა ანგრევდა მანქანას. ამ მანქანაზე ეგრე არ არის. ამ მანქანაზე დაკიდების სისტემა ვაფშე როგორ გააკეთეს, რომ ესეთი რბილია ვერ ხვდები. ეხლა გეტყვი რატო, აი სათითაო 40-ზე რო გადადიხარ, რო გზნობ რომ 40 დიდია, მაინც ისე რბილად გადადის, ვერ ხვდები როგორ გააკეთეს ეს ჩინელება ვერ მივხვდი, იმიტომ რომ რაღაც პერიოდი გახსოვს, რომ ჩინელები ყველაფერს რო იპარავდნენ. აი ვაფშე მსოფლიოში რამე კარგი რამე თუ იყო შექმნილი, მაგას ყიდულობდნენ ძმები, შლიდნენ აწყობდნენ, ანუ ანალოგიურს აწყობდნენ და გამოსდიოდათ. ხან გამოსდიოდათ, ხან არ გამოსდიოდათ, მაგრამ ეხა რასაც ვამუღამებ, სიტუაცია არის შეცვლილი. ყველაფერი ნაყიდი აქვს, ყველაფერი შესწავლილი აქვს და აი მაგ ეტაპს დაეწიენ, რომ სოფლიოში რამე საუკეთესო გამოგონებები თუ არის, ყველაფერი იციან და ეხა ტიპები იზიან და იგონებენ ახალ რაღაცეებს. მიმართულებას ვემხრობი, იმიტომ რომ ახალ რაღაცეებს ტესტავენ ტიპები. ახალ რაღაცეებს ქმნიან და ზოგი ერთი მართლა მაგარი რაღაცა გამოსდით რა. გინდა თუ არ გინდა, ეს ჩინური ავტომობილები მაგარი პრაქტიკულია. ეხაც ეს მანქანა გარედან მაგარ ვიძია, მაგრად დამევასა. ძალიან საკაიფოა რა. მაგრამ ერთადერთი რაც აი მენტალურად აი გვაქვს პრობლემები, არის სტატუსის პრობლემები. შენ გინდა ისეთი მანქანა იყიდო, რომელიც ძვირიანია. აი
G კლასი თუ ოდესმე ვიყიდე და რამდენიმეჯერ მაქვს ნატარები რა და გეტყვი არ დამევასა მაგრამ იცი რატო იხდის მაგაში ფულს ხალხი იმიტომ რომ სტატუსი აქვს იმიტომ რომ შენმა მეზობელმა შენმა ძმაკაცმა შენმა ნათესავმა და უცხო ტიპმა ვინც უყურებს შენ G კლასს მარტო იმიტომ ევასები რომ იცის რომ შენ მინიმუმ $80,000 გაქვს გადახდილი მანქანაში და ეგ არის სტატუსის თემა რაც ეხა ამ ჩინურ მანქანებთან ახლოს ვერ მოვა მაგ ხრივ ანუ სტატუსის თემა ჩინურ მანქანაზე რომ ზიხარ ეხა ამ ეტაპზე არ გაქვს მაგრამ მოგვიწევს მაგ ყველაფერს ნელ-ნელა თავში გააზრება დაალაგება და პრაქტიკულზე გადასვლა მიუხედავად იმისა რომ ჩინური მანქანების უკვე ბევრი ისეთი ოფშენია ძალიან პრაქტიკულია რა აი ძალიან ბევრი პრაქტიკული თვისება აქვს ჩინურ მანქანებს რაც არ აქვს სხვა კლასის წარმომადგენლებს ეს გინდას აი დაკიდების სისტემა აიღე მეორე თემა კიდე რაც მაგრად მევასება არის აქსელერაცია ჰიბრიდულ და ელექტრომობილებს აი ამასაც ეხა მაგალითად რა ქალაქში რო ხარ შენ კი არ გჭირდება 600 და 700 ცხენი რომ სადღაცას გაფრინდე და მოწყდე ამ სამყაროს რა შენ გჭირდება უცბად აი ყურე მიადგი გაძვერი დადექი ზოლში ანუ მეტი არაფერი არ გჭირდება ეს არის პრაქტიკულობა ანუ სად გინახავს ახლა თბილისში ვინმე გაზავობს კიდე ღამე არ ვიძახი ანუ ფიზიკურათაც ვეღარ იგაზავებ აზრი დაეკარგა რა ანუ პრაქტიკულობის მხრივ ერთადერთი პერსპექტივა შენ გააქვს ის რომ დაბლიდან თორქი გქონდეს ბევრი აი როგორც ამას აქვს 800 რაღაც ნიუტონი აქვს თუ არ ვცდები რა დაახლოებით ეგრე იყო და სადაც არ უნდა მიადგა აი ამ 2 ტონა და რაღაც ნახევრია მანქანას 2 ტონაზე მეტია როგორც მახსოვს ყველგანძურები რა და ვინმე თუ უყურებს ამას ნეგატიურად როგორ შეიძლება გაძრომა არა გჭირდება გაძრომა როდესაც ხედავ არის ხოლმე სიტუაციები როდესაც ვიღაცა მოდის ისე ცუდად შარიანად რომ ჯობია მალე გაეცალო რა ამ ხრიდანაც შეხედე ცოტა მალე გჭირდება გაცლა რომ სახიფათო სიტუაცია აიცილო შენი ანუ რისკები აიცილო ასე ვთქვათ ეს ყველაფერი გჭირდება და სწრაფი მანქანა ზუსტად მაგ დროს უნდა ყავდეს სახიფათო სიტუაციას სწრაფად მოშორდე დასავლეთშიც რომ მიდიხარ იქ თუ გადასწრებას ახდენ გჭირდება რომ მალე გაიარო ხო ფიზიკურად მოკლედ ასეა თუ ისეა ეხა ქება დიდება ან ეს მინუსებზე რაც ვილაპარაკეთ ეგენი რო არ მოგვიყვეთ ჩვენ გვაინტერესებს ამ მანქანის შესაძლებლობები 402 მეტრზე და შედარებით ამას ხო უფრო დაბალი ბიუჯეტი ხო ვიდრე მაგალითად X5M-ს ან Mercedes GLC-ს რომელიც რავი საქართველოში და არა მარტო საქართველოში ტოპ კლასია აი BMW და Mercedes-ი საქართველოში არის ყველაფერი ვაფშე რა. პირველ რიგში BMW ვასებოთ სხვათა შორის და მე Mercedes-ი. ნახოთ რა რამდენად კონკურენტუნარიანია ეს ჰიბრიდული სისტემა. 2-დან 0 ტურბო არის ეს სხვათა შორის და წარმოიდგინე 2-დან 0 ტურბო გამოიმუშავებს 554 ცხენის ძალას. რამდენად ეკონომიურია წარმოიდგინე ქალაქში ელექტრო სისტემით შეგიძლია გადაადგილება, არ დარჩები არსად, არ დაგტოვებს, იმიტომ რომ არის თან შიდაწვის რავით ჩვეულებრივად 2-დან 0-ით. რავი, რა გინდა მეტი, აი მითხარი რა გინდა. ერთადერთი ტიპებს რაც არ აკმაყოფილებთ, არის აი სტატუსის თემა რა, რომ აი ვიღაცამ შეხედოს და რა ძერს კი მანქანაა. აი ეს ერთი პრობლემა მე ვხედავ რომ ამ ჩინურ მანქანებში აი ეს არის რა. ეგას მე დროთა განმავლობაში გადაილახება, იმიტომ რომ მოკლედ ასეა თუ ისეა, ეხლა მივდივართ რუსთავში და გავტესტავთ ყველაფერს. ნახავთ როგორი ბიჭია, აი ეს ჩვენი Link and CEO. აი ეს უნდა მეჩვენებინა რა. ანუ просто რა მაგარი ფუნქცია ამას დააკვირდი. ეს 3D-ზე ბაზარი არა, ეხლა 3D-ზე ყველა მიცით რა რომ მანქანებს აქვს. და ეხა უყურე აქ რა მაგარი რაღაცა გაიჩიტა. უყურე 47 სანტიმეტრი მაქვს მარცხენა კუთხეზე და ეხა უყურე უკან მიუახლოვდებით და აქაც გიწერს მანძილს. აი 140 სანტიმეტრი, 124 სანტიმეტრი და აი ის პრობლემა მე მაქვს ხოლმე მაგალითად რომ აი სინამდვილეში რამდენი სანტიმეტრია დარჩენილი. და ჰოის აოცრება. გიწერს. სხვაებმა რატო ვერ მოიფიქრეთ ეს ავტომწარმოებლებზე მაქვს საუბარი რა თქმა უნდა. რატო ვერ მოიფიქრეთ რომ ზუსტად დაგეწერათ რამდენი სანტიმეტრია დარჩენილი. მაგარი პრაქტიკული ფუნქცია, აი, ძალიან პრაქტიკული. მიბაძეთ, რაღაცეებში მიბაძეთ ჩინელებს. ჩვენი დაუდგეძმა სერიები გრძელდება
დღეს ყავს ესეთი არაჩვეულებრივი ტრიო მანდილი, რომლის პირველი მონაწილე არის BMW X5M, რა თქმა უნდა. მეორე ყავს Lynk&Co-s EM09 EMP მოდელი, ხოლო მესამე კი BMW-s დაუძინებელი ტერი Mercedes-ი GLC 63 AMG. თქვენ კიდე შეგახსენებთ თუ დაუდგეთ ზმა სერიები გეოსებათ, ბევრი ცხენები გეოსებათ, შეგიძლიათ არხი გამოიწეროთ, ჩაუჯდეთ, დღეს გელოდებათ გერმანელებისა და ჩინური მანქანების დაპირისპირება. ჩვენი X5M-ის მფლობელი ლაშა მახარაშვილი, ჩვენ ჯგუფში მახსოვს რომ დაწერე, X5M იყო, ჩვენ SUV-ებთან მე მგონია რომ ყველაზე ძლიერი მანქანაა ეს, მაგრამ მაინც მოგვიყევი. რა არის, რამე გაკეთებული გაქვს, არ გაქვს გაკეთებული და ახალი შეძენილია, ხო როგორც მოდი? როგორიც ჩამოვიდა, ზუსტად ვაფშე ხელი არაფერზე არ მაქვს დადებული ერთ-ერთი. როგორი ჩამოვიდა, მაშინ ეკითხარი. ანუ, რასაც უყურებთ, ზუსტად ესეთი ჩამოვიდა, საერთოდ არაფერი არ გამიკეთებია, ერთ-ერთი ძრავი დავასერვისე, კლადეში სერვისი რო არის და მეტი არაფერი, даже აალების სანთლები რაც არის, ისინიც იქიდან ჩამოყოლილია ყენია. კატალიზატორები ზედა აქვს, ყველაფერი ზედა აქვს, საერთოდ. რამე პროგრამა წერია ან ნასტროი არამე აქვს? ჯერჯერობით არაფერი, საერთოდ, სრულიად სუფთა წყლის სტოკი მანქანა არის, ესე ჟარგონულად რო ვთქვა. მოდი ერთი მაინც ჩაგოხედე. მე მახსოვს რომ ეს არის 4x4 twin turbo, 8 ცილინდრიანი. ცხენი აქვს 575, ხო? ბატონო. და 700 და ნიუტონი? ნიუტონი და. აუ ეს შენ გახსენე თორე. ეს თითოეულ არ არის ჩემი საკუთრებით რა. ამასაც როგორც Mercedes აქვს twin turbo სისტემა აქვს, ხო განთავსებული და გვერდებიდან აქვს უკვე შემშვები. მაგრამ ნაკლები პრობლემა აქვს ვიდრე Mercedes გადახურების მხრივ. აი მაგ შემთხვევაში არა. ამას იმდენი რადიატორი უყენია ფიზიკურად და იმდენად კარგად გრილდება რა. ადგილზე M2-ს რო ჩართავ, ჩვეულებრივ თვითონვე აგრილებს თავის თავს. რაც უფრო მეტ გასს მიცე, მით უფრო გრილად არის მანქანა რა. ადგილზეც, სიარულშიც და ყველგან. ხო, საინტერესო. სხვა დანარჩენი ყველაფერი გუგსაობს ადგილიდან და ლანჩი თუ გაქვს. ლანჩი მაქვს, რა თქმა უნდა, BMW-ს ყველაზე მაგარი 8 HP სიტუაცია. ამაზე DCT აღარ აყენია, აყენია 8 HP რა. M სერიაში, M-ის F სერიებში ყველაში DCT აყენია და ამაზე 8 HP აყენია რა. თავიდანვე გათვალეს კარგად. HP მაგრად მუშაობს, არ ვიცი სხვათა შორის DCT-ზე მაგრად მუშაობს თუ არა, DCT-ს ძალიან მაგარი გადართვები აქვს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აქ პროგრამა ისე წერია რა. ჩათვალე DCT-ა რა. 2 ტონა 300-ზე მეტია თუ იცი? დაახლოებით ეგრე უნდა იყოს, ხო? ამის წონა არ მინახავს. რეალურად ეგრე იქნება რა, სავარაუდოდ, იმიტომ რომ ისე ყველანაირი კომპლექტაცია აქვს და უფრო დამძიმებულია რა, ხო ხდება. კაი, მითხარი შენი მოლოდინი. აი ჩინურ მანქანასთან იმართებაში. ჩინური მანქანის მეშინია ყველაზე მეტად რა, იმიტომ რომ Mercedes არ გეშინია? არა, ის ახლა ისეთი სიტუაცია, ჩინური მანქანა ის სიტუაცია არის, რომ აი ადგილიდან ელექტრო ის და თანაც ახალია მაინც რა ისეთია. კი, მაგას დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ მე რას ვადარებდი, იცი რომ აი სუპრა სხენები ახლა რადგან სუპრა ჩავამოვიდო მაგაზე ვატრიალებ ხომ ჯერ არ ამომივიდა ელში სუპრის თემა. ხო და მიუხედავად იმისა რომ 383 სხენი აქვს რა, ძალიან მაგრად იყენებს. ან იმასაც 8 HP უყენია და ძალიან მაგრად დადის. ამ შემთხვევაში ეხა Lynk&Co-s აქვს 840 ნიუტონი აქვს, ანუ X5M-ზე მეტი ნიუტონია რეალურად რა. მაგრამ ძრავი, ეს ჰიბრიდის სისტემის ხარჯზე რა, მაგრამ ძრავი აქვს 2.0 ტურბო 4 ცილინდრიანი და დანარჩენი უკვე ამ 800 ნიუტონის, 840 ნიუტონის გამომეშოვებაში ეხმარება ბატარეები და ელექტროსისტემა რა. ხო და მაგიტომაც საინტერესო არის ის, რომ ამასზე გვაქვს 575 ცხენი არისო? კი ბატონო, 575 ცხენი და 750 ნიუტონი და 8 ცილინდრში და აქ 4 ცილინდრში ამოღებული უფრო მეტი. გავლილი გააქვს ამ ტრასაზე, ამ მანქანით? არა. ოკეი, მაშინ სატესტოები უნდა დაწყო. კი ბატონო. და მე უკვე გადავიდეთ Mercedes-ზე და ჩინურზე და მოსინჭა. აბა წარმატებები. გაიხარე, მადლობა. Mercedes-თან წარმატებები. ძალიან ბევრი ახალი მოდელები შემოვიდა საქართველოში და თუ თქვენც იმ სიაში ხართ, ვისაც გინდათ სწრაფად და მარტივად ავტომობილის შეძენა ან უბრალოდ თანხა გჭირდებათ, ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ პრემიუმ ლიზინგი, რომელსაც გაცემის საკომისიო აქვს 0, დაგიფინანსებთ 1000 ლარიდან 100.000 ლარამდე. ასევე პრემიუმ ლიზინგს აქვს უკუ ლიზინგის სერვისიც და დეტალური ინფორმაცია თუ გაინტერესებთ, აღწერაში შეგიძლიათ პრემიუმ ლიზინგის ლინკი ნახოთ, გადაურეკოთ და მთელი პირობები და დეტალები გაიაროთ მათთან ერთად. კაი, მოკლედ X5M-ის დრო უნდა ვნახოთ ეხლა, ვნახავთ რამდენში დადის, სტოკსაც შევადარებთ, საინტერესო იქნება და ფანჯარა მაინც აწიე აეროდინამიკისთვის.
ჩვენი Mercedes ფლობელი ზურა ბეგაშვილი, მოგესალმები და ვიცი რომ ცოტათი ნაკლები ცხენებით ხარ წარმოდგენილი ვიდრე ჩვენ. კი. დაახლოებით 460-476-მდე, Google-ში როგორ წერია. ეს არის ქარხული მონაცემები. მაგრამ მე მაქვს გაკეთებული კატალიზატორი მაქვს ამოღებული და მიყენია downpipe. Downpipe-ლიან შეცვლილი გაქვს, ხო? კი, ზედა რაც არის კატალიზატორები, მაგის ადგილზე მაქვს დაყენებული. დინოზე ამყენებია და დაახლოებით იქნება 470 იყოს და კი დაახლოებით იქნება 500-მდე, შეიძლება 510-იც. ხო, მეც ეგრე მგონია, რომ მაგის გავუქმებით 40 ცხენი დაჟე არ მგონია მე რომ. ხო, უბრალოდ 30, 500 იქნება ალბათ, ხო, რაღაცა ეგრე. ნიუტონი აქვს 650, სხვა ყველაფერი ფილტრები, სვეჩები, არაფერს არ აქვს ხელი დადებული და არის ქარხულ მდგომარეობაში. ჩიტის სვეჩები არა. არა, ჩიტის სვეჩები არა, ჯერჯერობით. ეს არის 4-დან 0 ვერვა, ხო? კი. ორი ტურბინით. ო, ეს ძრავები სხვათა შორის ძალიან ბევრ მოდელში ჩადო Mercedes-მა მახსოვს G-კლასშიც დევს ეს სხვათა შორის ეს ძრავი. იმაზე ვღადაობ ხოლმე რა, რომ ეს რომელ წლიანია? 18. ცოტა კიდე ახალ მოდელებში რა, მე სპორტულ მანქანებში მაქვს უფრო ნანახი და მე მგონი G-კლასშიც იყო. ტურბინის ეს მხარეები რა, არის უკვე შეფუთულია რა, თერმოიზოლაციები აქვს გაკეთებული, რომ შეძლებს დაგვართ უფრო მეტ ხანს გაძლოს გადახურების გარეშე. აქ გააკავლილი? ხო, არ ხარ საერთოდ. ოკეი, შენ ყველაზე დიდი გამოცდილება მე მაქვს აქედან, მაგრამ როგორ გამოვიყენებ ჩინურ მანქანას არ ვიცი. ადგილიდან არ მაქვს ჯერჯერობით ამ მანქანაზე დასტარტული წარმოდგენა არ მაქვს. ქალაქში რამოდენიმეჯერ მივადგი უბრალოდ და თორქი აქ აშკარად 850 ნიუტონი ეტყობა, მაგრამ რეალურად რა დროს დავწერთ ამ დროსთან მიმართებაში მეც ინტერესი მაქვს. წარმოდგენა არ მაქვს. ხო, ჩემი პატარა შედარებით კონკურენტებთან შედარებით ცოტა პატარა და წონაც 230 კილო ალბათ სხვაობა აქვს. შენი მსუბუქია? კი, ჩემი მსუბუქია 2 ტონა და მაშინ რაღაც მხრივ ბალანსდება როგორც ვიხდი, იმიტომ რომ ეს მაგას ვფიქრობა, X5M-ს ცოტა მეტი ცხენი აქვს და ცოტა მეტი წონაც არის. კი. ეს ჩინურიც უფრო მძიმე არის და ცხენის და ნიუტონის ბევრი აქვს და მე ვფიქრობ რომ სამართლიანი იქნება ამათ შეხვედრა, იმიტომ რომ მსუბუქიას მაგ ჩემი მანქანა ცხენებიც ნაკლები აქვს და კონკურენტები იქნებიან. ძალიან საინტერესოა. მოკლედ, ზაფხულში მე მაინც გინდა გირჩიო. თუ ზეთი შეცვლა დაგჭირდება, უზმოტორს აქვს ესეთი ზეთი, იტალიური ხარისხის პაკელო არის, თუ რამე პრობლემები გექნება, მე არ ვიცი რა სასხავდა, არ ვიტყვი არაფერს, მაგრამ თუ რამე პრობლემები გექნება, ჩვენ E39-ში გავტესტეთ, თუ საკაიფოდ მუშაობს, დრაგზე გავბრდღვენით E39, მაგრამ დრიფტსაც გვეყოლება სხვათა შორის E39 რაღაცეების ვაპირებთ და იქაც გავტესტავთ რა. ჩვენ გმაყოფილები ვართ, შენ შეგიძლია გასინჯო და მე დაგვირეკო და გვითხრა. წარმატებები. კაი, მოკლედ Mercedes-ს გადმოვიდეთ. ეს არის GLC 63 AMG, არსებობს GLC 63 S, რომელსაც აქვს 510 ცხენის ძალა და ამას ცოტა ნაკლები აქვს. ასეა თუ ისეა, მე მგონი ძალიან კარგად დადის და ეხლა ვნახავთ კონკრეტულად რა დროში ივლის Mercedes-ი. ჩვენ მზად ვართ. მე მგონია რომ ეს სტარტიდან ყველას გაგვასწრებს. აი შევხედო, დაგეწევით ბიჭო. როცა იქნება საწყინო სადღაც გაჩერდეთ და დაგეწევით. მოკლედ, ლინკენკოს დროც დადგა, ნახოთ რა დროში ივლის. Mercedes-ზე იმედები აღარ მაქვს სიმართლე გითხრათ, ძალიან მაგრად დადის რა. მაგრამ შინიდან პრინციპში ეხა უნდა გავიგოთ ჩვენ რეალურად რანაირი სტარტი ექნება ლინკენკოს და მაგის მიხედვით უკვე დაულაგდებით. ღირს თუ არა ამ მანქანებთან კარგი ბრძოლა. მოკლედ, ასეა თუ ისეა ჩვენ სისხლის ბოლომდე მაინც ბოლომდე ვიბრძოლებთ რა. გადასაბუსტი აქ არ ვიცი სადაა, მაგრამ ერთი ვაკუუმი შლანგია ხოლმე ელექტრო ვესტგეითით თუ არ უყენია, აი იმას სიამოვნებად მოვკუჭავდი რომ ბევრი დაბუსტოს. აქ ლუქსაუტოშიც მოვედით, სუპრაზე პოლირებას მოვჭით, ძალიან ცხელა მართალია, მაგრამ მეც აი პოლირება მომიხდებოდა, მე ისევ პრიალებ. თუ აღარ ხო და გაპრიალებული სუპრა ვნახოთ. დღეს ისეაც პრიალებდა სუპრა, საკმაოდ. მაგრამ გაპრიალებული საერთოდ სხვა იქნება. არ ვიცი რამდენად ჩანს ახლა კამერიდან, მაგრამ ეს სუპრას ჯერ არ უპრიალია არასდროს, აი იდეალურია. სხვათა შორის ეს ფერი, Ferrari-ის ფერი თუ სუპრას ფერი. სუპრა იდეალური გამოვიდა, აი რასაც ქვია იდეალურია, ყველა ნაწილი პრიალებს აბსოლუტურად რასაც ქვია. აქაც ჩვენ რაღაც ხარვეზები გქონდა. აი აქ
ესენის მოშურდა და უბრალოდ აი დატკბით რა ვიძზია просто. ხო და მოკლედ ესეთ პოლირება ვისაც მოგინდებათ, კი იცით სადაც უნდა მოხვიდეთ. Так, ესე. ეხლა ჩვენ გვინდა სპორტ რეჟიმი. всё, სულ მზად ყოფნაში ვართ, სპორტი გვაქვს. ეგ არის. დავისტარტეთ. გი გადმორთო, კარგი ხარ. და რა თავარია, ტორმუზმა არ უნდა გვიყუნოს. ტორმუზი აქ სასწაული. ბიჭო, ვინ ჩამოგვიწევს ხელს ან როგორ იქნება? დავითვლი მე 1 2 და 3-ზე წავიდეთ. Так. ხომზად ხარ, ჯერ ეგ მითხარით? 3. დავო. მერცედესი ცოტა სტარტში ჩამოვიტოვეთ, ფიქსი გავდის. როგორც ველოდი რა. არა, უპრესორად მერსედესისგან მე მეგონა უკეთესი სტარტი იქნებოდა და ზურა ხო არ დააგვიანე შენ? კი, მე დავაგვიანე და ლანჩი გამეთიშა. просто მითხარით ჯერ მზად ხარ თუ არა და მე მალევე ვიტყვი 1 2 3-ს. მე მზად ვარ. 1 2 3. Патокში გადამიგედა მერსედესმა. ვისაც X5M მაგრად გევასებათ, ზუსტად ესეთი ავტომობილი შეგიძლიათ ჩამოიყოთ ხო ავტოიმპორტის მეშვეობით. გეცოდინებათ, რომ ამერიკაში ძალიან ბევრი ესეთი მოდელია, მაგრამ თუ გეზარებათ აწყობა, ჩალიჩი, ნაწილების შოვნა, შეგიძლიათ კორეასაც გადახედოთ. კორეაში ძირითადად არის დაუზიანებული ავტომობილები, full პაკეტები ძალიან ბევრია და როგორც ამერიკას, ასევე კორეას გადახედეთ, იქიდან ერთ-ერთი არჩიეთ თქვენი ფასის შესაბამისი და ჩამოიყვანეთ ხო ავტოიმპორტის მეშვეობით. ვიწყებ 1 2 3. მე რას მიდიან ჩემი კაი მეც მიდა. მიდი. მიდი ბამბინო. მიდი. ეგ ჩემი მერცედესი. მაგრადად ძმაო, აი მართლა შიდაწვის ზრავლი, დიდი კუბატორით, ანუ ეგ 8 ცილინდრიანები, 4 ცილინდრიანს ეხა ვერ დავიბრალეთ ძმაო. ფაქტია რომ ჯობია. მე გაგიდე მოიშორე. ეს კადრები ალბათ გეცნობა, ფორსაში იყო ზუსტად ესეთი კადრები. მართალია იქ კროკოსნიკები არ ქონდათ. ესეთი მარილიანი უგემრიელის კროკოსნიკები. მაგრამ ზუსტად ესეთი სუპრა ყავდათ. ერთი-ერთში. სიჩქარე რა გაწოდა? არ ვიცი ხერო, შენ ძმობას პიცა ვარ, ეს BMW-ია ძმა, მე იაპონური უფრო, ხო იცი? ეხა რო ადრე ვერ დააჭე რა უნდა ქნა. მიზეზები არ დაგელევა. ახე, ჩემი არ მეგონა
წაღო, ანუ მაინც არ ველოდი. მე მეგონა მაგრად გამასწრებდნენ. მაგრამ თავიდან თანაბარი ჯახი იყო. მეორეში ვერ გადავრთე და გაჩერდა. ხერო გასაუშვი თავიდან დავაჭირე მოკლედ რა აზრი არა აქვს. კაროჩე, Type-C-ზე მქონდა შეერთებული მე მიკრო USB-ზე გადმოვიტანე, არ უშველა და მე ისევ Type-C-ზე შევაერთე რა. უბრალოდ რო იცოდეთ.